რაც შეეხება იერუსალიმში შესვლას უფენდნენ რტოებს და უფენდნენ შესამოსელს რტოები ნიშნავდა ნაყოფს ნაყოფი არის ჩვენი მოქმედებებიდან ანუ ჩვენი მოქმედება არის ნაყოფი ადამიანის რაც ადამიანისგან გამოდისო ის ხუპავსო ეს გამოსვლა ადამიანისგან მარტო სიტყვა არ არის მოქმედება ჩვენი მოქმედება ყოველთვის თუ ინსტინქტური არ არის რაღაცა შიშია რაღაცა ყოველთვის არის გააზრებული ხო აი იქ მივდივარ ეს რო გავაკეთო ესე მე გავიაზრე ეს არის ჩემი ნაყოფი ხელფასი იქნება ეს თუ მოძრაობა შენი თუ რაც იქნება ეს არის შენი მოქმედება შენი ნაყოფი და ეს რტოების დაფენით ეუბნებოდნენ ჩემი ნაყოფით გემსახურები შენ ანუ ჩემი მოქმედებით ჩემი იმით გემსახურები შენ შენთვის ვიმოძრავებ და შესამოსელი აღნიშნავდა დღესაც მაგრამ მაშინ უფრო იმიტომ რომ გლეხი თავადი მეფე ჯარისკაცი შესამოსლით განსხვავდებოდნენ დღეს ჯარისკაცი განსხვავდება პოლიციელი განსხვავდება და სტატუსობრივი განსხვავდება ანუ ნიშნავდა საქმიანობას ანუ ჩემს სტატუსს აი ამ ჩემს სტატუსით მე ვარ მაგალითად თავადი ხო აი ჩემი თავადობით გემსახურები შენ ვარ გლეხი ჩემი გლეხობით გემსახურები შენ დაგიფენ ამას იმიტომ რომ ამით გემსახურები შენ აი ამას ნიშნავდა და ამისთვის მზად იყვნენ ეს ხალხი და არც ერთი არ თამაშობდა იქ